რომ ჩემთვის იდეაში მე რაცა მეკითხებიან ხოლმე აი არ ვიცი გავიმარჯვებთ ამ ბრჭყალებში ბრძოლაში თუ არა ყოველთვის ვეუბნები რომ კი და რატო ხო ხავი ახს იმიტომ რომ არ ვიცი მართლა რუსეთს თუ კი რამეში უნდა აფუმატლოდეთ უახლოეს წლებში ეს არის ის რომ მათ ჩვენ ჩაგვიკეტეს ეს სავიზორო ეტა გვიწესეს რა ურთეს შვიდში ხო მგონი და ფაქტობრივად გაიზარდა თაობა რომელსაც რუსეთი არ იცის რა არის უბრალოდ ანუ ჩვენთვის რუსეთ ხო ანუ ეხლა მე რომ მითხრან რომ თქვა ტურისტი როგორ ტურისტი წახვალ თუ არა კი შეიძლება წავიდე როგორ ტურისტი იმიტომ რომ რაღაც ისტორიაში მაინტერესებს მაგრამ სხვა მხრივ მე არ წავალ იმიტომ რომ მე კულტურულად ვასართ არაფერი კავშირი არ მაქვს ანუ მე მასთან ვერ ვხედავ ვერანაირ მე ჩაჭუს ხო ამ შემთხვევაში როცა უკვე გაიზარდა უკვე რამდენიმე თაობა როგორ შეიძლება რომ შენ აი ეს თაობა დააბრუნო წარსულში ქვეყანასთან რომელთანაც გაკავშირებს ტრამვული კოლექტიური მეხსიერება ხო რომელშიც ჩვენ ყველანი გავიჭერთ ხა ჩვენი თაობა რომ რუსეთ იყო მტერი ხა როგორ შეიძლება რომ ხელისუფლებამ ჩვენ ყველანი დაგვარწმუნოს ეს რამდენიმე თაობა რომ აი რუსეთი თურმე არ ყოფილა მტერი და შენ ეხლა უნდა შეეგუო ამას მე აქედან გამომდინარე უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია როგორ უნდა დაამყარო აქ დიქტატურა რომელიც გაძლევს რამდენიმე წელი კი მესმის ეხლა რომ ჩვენ ცხოვრობთ და ვიცხოვრებთ სამომავლოდაც თუ ესე გაგრძელდა მაგრამ ხო ეხლა ისტორიისთვის ეხლა ეს თუნდაც 5-10 წელი არაფერი არ არის უბრალოდ და მე ხო და თან აი ყველაზე მეტად იმას მეცინება ხოლმე რომ აი ყველაზე წარმოუდგენელი რა არის რომ აი მე დინარაძე გიმყარებს ავტოკრატიას დიქტატურას ანუ პინოჩეტი მაინც იყოს ან ხო სტალინი ხო ანუ რაღაც ვიტყოდი რომ ხო აი ამ კაცის მართლა უნდა მეშინოდეს და ხა ადამიანებს ხო არ გვეშინია ხა მართლა კალაძის არ მეშინია ახლა რა და თუ ადამიანს არ ეშინია იმ სახეებისთვის ხედავ ზუსტად რთული არის რომ აი არ კომიკურია ხო ანუ თქვა აი ხა ლუკაშენკო ცოტა სერიოზული კაცი არის ამთხელად ბიოგრაფია პარტიული და ვიცით რომ მაგარი ფუნქციონერი არის და ასე თქვა ნუ შეიძლება მისგან და გამოვიდა კიდევაც ხო და ამ შემთხვევაში არ ვიცი ხა არ ვიცი თქვა თანერი ფოხანაშვილის როგორ შეიძლება იყოს უშიშროების კარგი ისე ხო ანუ თქვა იგი აი მე საბჭოთა პერიოდიდან თქვა ალექსი ინაური იყო და ეხლა ჩამოვედით ანრი ოხანაშვილამდე ხო ანუ რამხელა ის არის ხო ანუ ხო და არ ვიცი რა აი აქედან გამომდინარე მე უბრალოდ ცოტა ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება გრძელვადიან პერიოდში საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაიქცეთ იმიტომ რომ არ ვიცი წარმოუდგენელი მგონია რომ აი ეს ახალგაზრდა თაობა რომელიც დაიბადა 91 წლის შემდგომ რომელიც გაიზარდა აბსოლუტურად სხვა რაღაცებზე აბსოლუტურად სხვა კულტურაზე შეიძლება რომ როგორმე რუსეთში დააბრუნო უბრალოდ